ფოთში მალთაყვაში ახალი რაიონი აშენდა. მშენებლობა ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა. ჩასახლების პროცესს დევნილთა სამინისტრო ახორციელებდა. მინისტრები ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან. უძლებლად მიაჩნდა ყველას, მაგრამ მაინც შევძელით და ჩვენმა სახელმწიფომ და მთავრობამ მოახერხა ეს და გააკეთა. ესეთი მასშტაბური მშენებლობა ჩვენ პრინციპში ჩვენ სამინისტროს არც განხორციელებია ამ ბოლო პერიოდში. მე კმაყოფილი ვარ ხარისხით. ახალი რაიონი პრეზიდენტმა ფოთში რამდენიმე დღის წინ გახსნა. პომპეზური დახვედრის დეტალებს დევნილები ასაყვებიან. აი სააკაშვილი რო ჩამობძანდა 1-2 ოჯახი მაინც ვიცი რომ შეუტანეს ვეშები მაგათ. აი იმათთან შესასვლელად. და რო შევიდა იმ ოჯახში და ნახა ცოტა გული ეთკინა მე მგონი. გამოვიდა სიტყვით და ეგრევე წავიდა. სხვადასხვა ფერად შეღებულ კორპუსებში დევნილებს სხვადასხვა კომუნალური პრობლემა აქვთ. მათი უმრავლესობა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებს. ამბობენ, რომ დიდი ფული დაიხარჯა, საქმე კი უხარისხოდ შესრულდა. წყალი შემოდის ფანჯრებიდან, კარებიდანაც. თორე თქვენ კარგად ნახეთ, ახლა ჩარჩო როგორაა ჩამოხსნილი და დატოვებულია. ძალიან აი აგდებული, გაკეთებულია. ბინები გარედან შეხედულებით ძალიან ლამაზია. სახურავიდან წყალი მოდის, ფანჯრებიდან წყალი მოდის. წყალმა დაასვლა ეს ლამინატი და ამოიბერა ყველა და თითქმის სოკოები ამოა ყველგან. ამ კორპუსებში ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ახალმოსახლეობით კმაყოფილები არიან. ისინი არ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე გამოხატავენ პროტესტს. ძალიან მოხარული ვარ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფერი იმ ყურადღებისთვის, რასაც სტუმრების მიმართ გიჩენს. დიდი მადლობელი ვარ, ყველაფერი კარგია. ის რაც აქ მცხოვრებ დევნილებს საერთო აქვთ დასაქმების პრობლემაა. საარსებო წყაროსა და შემოსავლის თემა ყველაზე მტკივნეულად მიიჩნევა. როგორც ამბობენ, დასაქმებული ჯერ არავინაა და დანაზოგით გააქვთ თავი. ფოთში ჩამოსახლებამდე კი მათი უმრავლესობა დასაქმებული იყო. მე მაგალითად ახლა დენზე უნდა გადავიხადო, გაზზე გადავიხადო, ყველაფერზე გადავიხადო 22 მანეთით. კი მაინც როგორ ვიხმაროთ ეს მაინც გვირჩიან. რით ვარჩინო 5 შვილი. მაგ თვეში 150 ლარი სოციალური დახმარება. ახლა რაღაც ბინა რომ მოგცენ, ხო? საცხა 28 ლარი იქნება ალბათ და 28 ლარის სიმით რა გავაკეთო? დამასაქმო. ოჯახიდან ერთი მაინც. დასაქმების პრობლემა გვაქვს. ჩვენ რომ მოვდივდით, მაშინ გვითხრეს, ვისაც გადმოყვავდით, რომ ოჯახიდან ერთი მაინც დასაქმდებაო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ახალ რაიონში ჩასახლებული დევნილების გასაჭირს კარგად იცნობენ, დევნილების დასაქმებას მოითხოვენ, თუმცა ამისი იმედი ნაკლებად აქვთ. არიან მხოლოდ დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მიზერულ ფინანსურ დახმარებაზე, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და ეს არის საზოგადოებაში ალბათ ძალიან დიდი განსჯის საგანი და ყველამ უნდა ვისაუბროთ, ყველამ უნდა გავაკეთოთ რაღაც. ამ კორპუსებში ბუნებრივი აირი ჯერ არ შეუყვანიათ. იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს არ ჩეშის, ან სხვა საწვავის შეძენის საშუალება აქვთ. ახალ რაიონში ჩასახლებული დევნილები მოახლოებულ ზამთარს შიშით ელიან. თეა აფსარიძე, გოგა გახარია, სპეციალურად მრავალკუთხედისათვის ფოთიდან.